TV4-ის ეთერშია კვირის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება ქრონიკის დაიჯესტი. რუსთავის ციფრული განვითარების ახალმა სივრცემ საგანმანათლებლო პროგრამებზე ახალგაზრდების პირველი ნაკადი მიიღო. ხელოვნური ინტელექტის თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების კურსს პირველ ეტაპზე 35 რუსთაველი ახალგაზრდა გაივლის. სასწავლო პროცესის დაწყებამდე პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს ნინო ლაცაბიძე რუსთავის დელეგატთან ირაკლი შატაკიშვილთან და პარლამენტარ ალექსანდრე დალაქიშვილთან ერთად შეხვდა. პროგრამაში ჩართული ახალგაზრდები რუსთავის ციფრული განვითარების ცენტრში ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს, AI-ის ძირითად მიმართულებებს და მარტივი მოდელების აგება შეისწავლიან. პროგრამის მონაწილეთა შერჩევა ონლაინ სარეგისტრაციო ბმულის საშუალებით და გასაუბრებების შედეგად ხდება. ციფრული განვითარების მუნიციპალური სივრცე რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით მიმდინარე წლის ივლისში გაიხსნა. ცენტრის ამ ძირითად მიმართულებას, მუნიციპალური სერვისების ციფრულ ტრანსფორმაციას, საგანმანათლებლო ცენტრს და მომხმარებლებზე მორგებულ საერთო სამუშაო ზონებს აერთიანებს. რუსთავის ციფრული განვითარების სივრცე უკვე აძლევს ახალ შესაძლებლობებს ახალგაზრდებს. დღეს დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი კურსი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე და კარგია ის ფაქტი, რომ ძალიან დიდია დაინტერესება, როგორც ამ კურსის, ზოგადად ციფრული განვითარების სივრცის პროგრამებზე, იმ პროგრამებზე, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს ახალ შესაძლებლობებს დასაქმების, კარიერული ზრდის და განვითარების. კურსი ითვალისწინებს პრაქტიკულ სწავლებას ხელოვნურ ინტელექტში. მნიშვნელოვანია ეს კურსი იმითაც, რომ ჩვენ თვითონ ვეძებთ დასაქმებისთვის ხელოვნური ინტელექტის ჰაბში ახალგაზრდებს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კურსის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები შემოუერთდებიან ჩვენს ჰაბს უკვე თანამშრომლის სტატუსით. ბოლო 1 წლის განმავლობაში დავინტერესდი ხელოვნური ინტელექტით. უეცრად გამოჩნდა ციფრული განვითარების ცენტრი რუსთავში, გაიხსნა მათ შორის გამოჩნდა ხელოვნური ინტელექტის კურსი და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ დავრეგისტრირებული იყავი ამ კურსზე და გამიშთა ძალიან დიდი ინტერესი, დიდი ალბათობით საინტერესო იქნება, ძალიან დიდი იმედები მაქვს ამ კურსთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ძალიან დიდ ცოდნას მივიღებ ამ კურსით. რუსთავში რაგბის საბავშვო აკადემიის მშენებლობა დაიწყო. ლომოურის ქუჩაზე, იქ სადაც წლების წინ რუსთაველ მორაგბეთა პირველი თაობა ვარჯიშობდა, ნინო ლაცაბიძემ რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა, პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა და საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ მშენებლობის დაწყების ნიშნად კაფსულა ჩააგდეს. 8000 კვადრატულ მეტრ ფართობის ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა სტადიონის გარდა ტრიბუნის დამხმარე ნაგებობების, გასახდელების, საშხაპეების და სამედიცინო ოთახების მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის მიზანი რუსთავში ბავშვთა რაგბის განვითარება და რაგბის საბავშვო აკადემიის დაარსება. პროექტის ღირებულება 2,980,225 ლარია და სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. იმ ინფრასტრუქტურით, რომელსაც მთავრობის მხარდაჭერით განვახორციელებთ რუსთავში, დაბრუნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია. ჩვენი მორაგბეები გაიზარდნენ სწორედ ამ ადგილზე და ძალიან ბევრი წარმატება მოუტანეს ქალაქს და ქვეყანას. ასე რომ ბავშვთა აკადემია, რომელიც აქ აშენდება და სამუშაოები უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავა, მოემსახურება ასობით რუსთაველ ახალგაზრდას, რომ კიდევ მეტი სპორტსმენი გავზარდოთ და რუსთავი გახდეს კიდევ უფრო მეტი ჩემპიონების ქალაქი. როგორც მოგეხსენებათ, ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის და ხელმძღვანელობის ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტი სწორედ სპორტის მიმართულების განვითარებაა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით რუსთავიც არ არის გამონაკლისი. ბავშვთა აკადემიები გაიხსნება აუცილებლად მომავალში და გამონაკლისი რა თქმა უნდა არც რაგბი იყო, ჩვენ გავაგრძელებთ სპორტის ყველა სახეობის პოპულარიზაციას და განვითარებას. მე გვაქვს რუსთავში, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ეს არის ადგილი, სადაც რუსთავის რაგბის ისტორიაში პირველი თაობის მორაგბეები იწყებდნენ თამაშს და აქ თამაშობდნენ და ისტორიული ადგილია რუსთავისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული ის, რომ ეს ადგილი დაუბრუნდეს რაგბს და აქ გაკეთდეს მაღალსტანდარტული რაგბის მოედანი, არის ძალიან დიდი გადაწყვეტილება და ისთვისაც გვინდა, რომ დიდი მადლობა უთხრათ რუსთავის მერიას. დღევანდელი მოცემულობით აქ რაც კეთდება ბავშვთა აკადემია რო შეიქმნეს, ეს არის ჩვენი ქალაქისთვის და კონკრეტულად რუსთავის რაგბისთვის არის ყველაზე კაი ადგილი სავარჯიშოდ ბავშვებისთვის და ბევრი ახალგაზრდა გაიზრდება, რომელიც შეძლებს ეროვნულ ნაკრებს დაეხმაროს გამარჯვებებში და რა თქმა უნდა ჩვენ ქალაქის გუნდებსაც დაეხმაროს გამარჯვებებში.
რუსთავის მერიამ ახალი პროექტი აღმოაჩინა, რუსთავის დიდი ისტორია დაიწყო. პროექტი რუსთავის არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობის მსურველ ახალგაზრდებს აერთიანებს. მშობლიური ქალაქის უძველესი წარსულით დაინტერესებული მე-12 კლასის მოსწავლეები რუსთავის ისტორიის კვლევის პროცესში პროფესიონალებთან ერთად ერთვებიან. ახალი პროექტის პირველ დღეს ახალგაზრდებთან ერთად პროცესში რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძეც ჩაერთო. რუსთავის ისტორიულ ციხე ქალაქზე და შუა საუკუნეების სასახლეზე არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. ექსპედიციამ თავისი პირველი აღმოჩენები უკვე გააკეთა. მე-19 საუკუნეების საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად ამავე პერიოდის მუზარადი და ისრისპირი საქართველოში პირველად არქეოლოგებმა რუსთავის სასახლის მეოთხე ოთახში აღმოაჩინეს. კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით დაწყებული ისტორიული პროექტი შუა საუკუნეების სასახლის და რუსთავის ციხე ქალაქის სრულ შესწავლას და მის კონსერვაცია-რესტავრაციას ისახავს მიზნად. რუსთავის სასახლის ტერიტორიაზე გრძელდება მასშტაბური არქეოლოგიური ექსპედიცია, სადაც დღეს დაიწყო ახალი პროექტი ახალგაზრდების ჩართულობით. გვახარებს ის ფაქტი, რომ 500-ზე მეტი ახალგაზრდა უკვე დაინტერესებული იმით, რომ მონაწილეობა მიიღოს რუსთავის ისტორიის აღმოჩენებში. ჩვენი მთავარი მიზანი ექსპედიციასთან ერთად არის, რა თქმა უნდა, ის, რომ ჩვენი ისტორია გაიგოს რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ, გაიგოს როგორც ქალაქმა, ასევე მთელმა ქვეყანამ, რომ ქალაქს, რომელსაც დღეს ახალი ინფრასტრუქტურით ვაშენებთ, აქვს ძალიან დიდი ისტორია. მეგობრებთან ერთად ჩავერთე ამ პროექტში. საინტერესო არის, რომ ჩვენს ქალაქის ისტორია შევისწავლეთ და უფრო შეგვიძლია რომ ვნახოთ ჩვენი თვალით თუ როგორი ისტორია აქვს და რამდენწლიანი ისტორია აქვს და ანუ ჩემი აზრით ძალიან საინტერესო არის მომავალშიც თუ მივიღებთ მონაწილეობას ამ პროექტებში. საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3,513,818 შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიებით გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3,130,348 ამომრჩეველი მიიღებს. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47,000-მდე ახალგაზრდას. გადასატანი 5-ის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 60,754-მა ამომრჩეველმა მიმართა. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3,061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2,284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. მათ შორისაა 10 გამონაკლისის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაშია გახსნილი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს ალი იერლიქაიასთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა. ორი ქვეყნის მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას სხვადასხვა მიმართულებით. გეკა გელაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის აქტიურად გააგრძელოს მუშაობა თურქ კოლეგებთან ერთად, რათა თანამშრომლობის არსებული მექანიზმები კიდევ უფრო მოქნილი და ეფექტიანი გახდეს. მხარეებმა ასევე გამოხატეს მზაობა, განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები უწყებებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს ალი იერლიქაიას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას შეეხო. ხაზი გაესვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის ნაყოფიერ პარტნიორობას. განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსა და თურქეთის როლი სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით. შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძეც დაესწრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში ოლივიე კურტოს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქმიანობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობების განვითარებას და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში პარტნიორობას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა პირი, რომელიც მატერიალურ გაჭირვებაში მყოფ მამაკაცს აიძულებდა მაღაზიაში მტვირთავად ემუშავა, სანაცვლოდ კი არ უხდიდა. გამოძიებით დაადგინდა, რომ ბრალდებულმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით მატერიალურ გაჭირვებაში მყოფი 1991 წელს დაბადებული პირი გადაიბირა, რომელსაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდა მის კუთვნილ ხილბოსტნის მაღაზიაში მტვირთავად ემუშავა, რის სანაცვლოდაც თანხას არ უხდიდა. ასევე დგინდება, რომ მას შემდეგ რაც მაღაზიაში მუშაობას დაასრულებდა, ბრალდებულის მითითებით თბილისში ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე ქშუქნიშანზე გაჩერებული ავტომობილების მძღოლებისგან მოწყალებას ითხოვდა, ხოლო ამ გზით გამომუშავებულ თანხას ბრალდებული სრულად ეუფლებოდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 10 მოქალაქე, მათ შორის არიან ინდოეთის, მიანმარის და ბანგლადეშის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. ამ და სხვა სიახლეებს ნახავთ TV4-ის ოფიციალურ ვებგვერდზე და Facebook გვერდზე TV4G, რომელიც მუდმივად განახლებად რეჟიმში მუშაობს.